შენ შეგიძლია ფიტნესით იშოვო ძალიან დიდი ფული. კარგად ჟღერს ხო? ძალიან ბევრს აინტერესებს ეს კითხვა და ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, რა თანხის გამომუშავება შეიძლება საერთოდ თვალის პოზიციაზე, რა შეიძლება ველოდოთ და საერთოდ როგორ დავიწყოთ. მე დღეს გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, გეტყვით რა ნაბიჯები უნდა გაიაროთ და როგორ უნდა გახდეთ კარგი ფიტნეს მწვრთნელი, რომელიც საკმაოდ ნორმალურ თანხას გამომუშავებს. ჩემი მაგათით დავიწყებ, ვიყავი უბრალოდ დამწყები პატარა ბიჭი, რომელიც აზრზე არ იყო ვარჯიში და რა თქმა უნდა, თავი დავანებოთ თანხის გამომუშავებას. ჩემი პირველი სამსახური იყო ერთ-ერთ დარბაზში, ეს იყო ალბათ დაახლოებით 2013-2014 წელი, ესე ვთქვათ, დავიწყე ფიტნეს ინსტრუქტორის პოზიციაზე მუშაობა. ანუ განვარცხოთ ეს რას ნიშნავს, ანუ ფიტნეს ინსტრუქტორი ნიშნავს ახალ მოსულ მოხმარებელს ინსტრუქტორში ჩაუტაროს და უბრალოდ ასწავლოს ტრენაჟერების გამოყენება. ვიყავი ფიტნეს ინსტრუქტორი 7-8 თვის განმავლობაში, საერთოდ ხელფასზე არ მუშაობდი, ვაგროვებდი გამოცდილებას, ვსწავლობდი ხალხთან ურთიერთობას, დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ უკვე გადავედი პერსონალური მწვრთნელის პოზიციაზე. ანუ, როდესაც უკვე პერსონალური მწვრთნელი გავხდი, უკვე 4 წლიანი სავარჯიშო სტაჟი მქონდა, წელიწადნახევრიანი დაახლოებით გამოცდილება ფიტნეს ინსტრუქტორის და შემდეგ უკვე დავიწყე, ესე ვთქვათ, ამიდან თანხის აღება, მოსწავლეებიდან, სანამ ესე ვთქვათ, კარგი მწვრთნელი გახდები, უნდა გახსოვდეთ, რომ სოციალური ქსელები ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება სპორტსმენი არ იყო, არც ბოდიბილდერი არ არის სავალდებულო, მაგრამ კონდეს შენი იმიჯი შექმნილი, კონდეს კარგი სოციალური ქსელები, ხალხს აძლევდე რჩევებს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა? სანამ კარგი მწვრთნელი გახდები და ისწავლი სიტყვაზე სავარჯიშო ტექნიკებს, ისწავლო ხალხთან ურთიერთობა. მე ძალიან ბევრი მწვრთნელი მინახავს, ვუყურებდი, როგორ არ აქცევდნენ ყოველდღიურ თამათ მომხმარებლებს და როგორ კარგავდნენ დროდადრო მოსწავლეებს. იმიტომ რომ ზოგი მობილურში იყო ჩამძვრალი, ზოგი ვიღაცას ელაპარაკებოდა საათობრივად, ზოგი ვარჯიშზე უგვიანებდა, ზოგი აი ესე ეთყოდა, ის გააკეთებიდი და მოვალ. ამიტომ უნდა იცოდეთ აუცილებლად ხალხთან ურთიერთობა, ჩამოყალიბეთ მეგობრული გარემო. თუმცა ძალიან რთულია ამის გაკეთება თუ თვითონ ეგეთი არ ხარ პიროვნება. მე ეგეთი ადამიანი ვარ, ხარო ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია ძალიან მარტივად შევიდე ურთიერთობაში. და ესე ვთქვათ, ჩემი მოსწავლეები არიან ახლა ჩემი მეგობრები, ჩემი ძმაკაცები და ერთად ძალიან კომფორტულად ვცნობ თავს, საქმესაც ვაკეთებთ და თან ისე არ არის, რომ უბრალოდ შტანგა ავაწევინო და სახლში გავუშვა რა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. იმიტომ რომ ადამიანი შენთან უნდა იყოს კომფორტულად. და იქიდან გამომდინარე, რომ სოციალურ ქსელში აქტიური ვარ, ბევრ უფასო რჩევას გავცემ ხოლმე. უფასო რჩევა ცოტა ცუდად ჟღერს განვარცხობ და ვიძახი იმას, რომ ჩემს ინსტაგრამზე შემოხვიდეთ და ნახოთ ნებისმიერი ვიდეო, სადაც ვიძახი რაღაც რჩევებს გავცემ, რაღაც ვარჯიშს ვასწავლი, ამას ვაკეთებ იმისათვის პირველ რიგში, რომ ეს ყველაფერი სიამოვნოს და მიყვარს. თუ შენი საქმე არ მიყვარს, დაივიწყე იმ საქმეში თანხის გამომუშავება. პერსონალური მწვრთნელის შემდეგ, მწვრთნელობის შემდეგ სიტყვაზე დავიწყე უკვე ჩემი ონლაინ პროგრამების გაყიდვა, ვინც იყავით, ვინც ახლა უყურებთ, შეიძლება ნაყოფიც ხართ ჩემ ტელეგრამ ჯგუფში, საიდანაც ეს ვთქვათ, ნორმალური თანხები გამოვიმუშავე, ეხლა აპლიკაციაზეც კი ვმუშაობ. დღესდღეობით ვარ ლექტორი ჩემპიონთა აკადემიაში, სადაც ონლაინ კურსებს ვატარებთ, ვისაც უნდა მომავალი მწვრთნელი გახდეს, გქონდა ბარტერული შემოთავაზებები და აი ეს ყველაფერი ერთად უკვე საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, კარგი შემოსავალს გიქმნის, ესე ვთქვათ რა. როდესაც ჩამოყალიბ შენ სოციალურ ქსელებს. მე გეტყვით თქვენ როგორ უნდა დაიწყოთ. გეტყვით რამდენიმე გზას, როგორ უნდა დაიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ გინდათ რომ იყოთ კარგი ინსტრუქტორები, კარგი პერსონალური მწვრთნელები და თან დღეს საქართველოში ძალიან იშვიათია გამომიმუშავო თანხა იმ სფეროდან, რაც გიყვარს. და შენ თუ ეხლა ამას უყურებ და შენ გიყვარს ეს სფერო, მაშინ ეს ნაბიჯები აუცილებლად გამოგადგება. დაიწყეთ ძალიან მარტივად. საქართველოში ძალიან ბევრი მწვრთნელის კურსები გვაქვს, სკოლები. მე რა თქმა უნდა, რას გირჩევთ ჩემპიონთა აკადემიაში, სადაც ლექტორი ვარ მე, ფიტნესის განხრით და ყავს ასევე სხვა დანარჩენი პროფესიონალი ლექტორები. გაიარეთ ეს სამთვიანი მწვრთნელის კურსები, რომელიც მოგცემთ ძალიან კარგ საბაზისო ცოდნას. შემდეგ უკვე შეგიძლიათ რომელიმე დარბაზში დაიწყოთ ინსტრუქტორად მუშაობა. ინსტრუქტორი მიხვდით ხო რას ნიშნავს? ჩაუტაროთ ინსტრუქტორში ახალ მოსულებს, ააგროვეთ გამოცდილება. ამას უკვე თქვენ თვითონ მიხვდებით, რამდენი დრო დაგჭირდებათ. შეიძლება ზოგს 1 წელი დაჭირდეს. შემდეგ ნაბიჯზე უკვე როგორც პერსონალური მწვრთნელები. ანუ უკვე ჩაიბაროთ ადამიანის ჯანმრთელობა, დაუწეროთ კვება, შეუდგინოთ ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა და აქედან უკვე აიღოთ ის თანხა, რამდენსაც თქვენ თავის აფასებთ და არ შეგეშინდეთ თქვენ თავის დაფასება, ესე ვთქვათ. ეხლა ზოგი მწვრთნელი 700 ლარი, ზოგი 800, ზოგი 400. ვინ როგორ აფასებს თავის შესაძლებლობებს და თავის თავს ეს უკვე თქვენი საქმე იქნება. პერსონალური მწვრთნელის შემდეგ
დამატებით შეგიძლიათ ასევე თქვენს გააკეთოთ ონლაინ პროგრამები, შეგიძლიათ რომელიმე დანამატების კომპანიასთან რაღაც კონტრაქტი გააფორმოთ. თუ სოციალურ ქსელებს ესე თქვა კარგად განავითარებთ, ბარტერული შემოთავაზებები იქნებათ სიტყვაზე რაღაც პროდუქტს გამოგიგზავნიან და ახაც გადაგიხდიან რეკლამის სანაცვლოდ და ძალიან ბევრი რაღაც მოდის, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია მათ მართლა სოციალურ ქსელები რა. TikTok-ი, Instagram-ი, YouTube-ი. TikTok-ი ყველაზე მარტივ ვარიანტი, იმიტომ რომ ესე თქვა უფასო რეკლამაა. თუ საინტერესო ვიდეო გექნება, ანუ და ვიდეოში ნარსი საინტერესო იქნება და დასაწყისი განსაკუთრებით, TikTok-ი ავტომატურად გააგდებს for you-ზე შენ ვიდეოს და ესე თქვა უფასოდ გექნება ძალიან ბევრი ნახვები. ამიტომ აი ეს ნაბიჯები გაიარეთ, იყავით კომუნიკაბელურები, გაიარეთ აუცილებლად ეს კურსები, დაიწყეთ ინსტრუქტორად მუშაობა, შემდეგ პერსონალური მწვრთნელები გახდით და მოკლედ მიხედეთ სოციალურ ქსელებს და შემდეგ დანარჩენი უკვე თვითონვე გამოჩნდება და თქვენ თვითონ მიხვდებით რა უნდა გააკეთოთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, რომ თუ საკუთარი საქმის სიყვარული არ გაქვს, ძალიან ბევრი ადამიანია დღეს მაგალითად რო იგებენ ცვლილებს ამდენად შემოსავალი, იმედს გავხდები აბა, ან რო იგებენ რომ პროგრამირებაში ამხელა ხელფასებია და გონიათ რომ მარტო თანხის გამო კოდებს დაწერენ, ვერ დაწერთ. თუ შენი საქმე არ გიყვარს, ყოველთვის გააკეთე უხარისხოთ. და თუ პირველი შენი მიზანი იქნება ფულის შოვნა, ვერაზოს ფულს ვერ იშოვი. შენი მიზანი უნდა იყოს პირველში ხალხის დახმარება და საკუთარი საქმის მაღალ დონეზე შესრულება. როდესაც იმაზე იქნები ორიენტირებული, რომ შენი საქმე შეასრულო მაღალ დონეზე, შემდეგ ცხოვრება აუცილებლად დაგაჯილდოებს და სანაცვლოდ გადაგიხდის, ესე ვთქვათ, იმას, რაც გეკუთვნის. ამას ეძახიან კარმას. ჩვეულებრივად გაჯილდოებს სამყარო. რაც უფრო მაღალ დონეზე გააკეთებ შენ საქმეს, მით უფრო მეტად დაფასდები. ამიტომ იშოვება თუ არა ფიტნესში თანხა, მე გეტყვით რომ ყველგან იშოვება ფული, აქ უკვე გააჩნია ვინ რას აკეთებს ამისთვის. ყველაფერი არის კონკურენცია, ხო დღეს? ძალიან ბევრი მწვრთნელი არსებობს, ზოგს შემოსავალი 500 ლარი აქვს, ზოგს 5000, ზოგს 10000. იმიტომ რომ ვისაც 10000 აქვს, უკეთესი მარკეტინგი აქვს, ან უკეთესი ცოდნა აქვს, მოკლედ უფრო მეტს აკეთებს ვიდრე ის ადამიანი, ვისაც უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს. ეს არის ყველაფერი, ესე ვთქვათ, კონკურენციის ვარიანტში რა. გააკეთებ უკეთესად, გექნება უკეთესი შემოსავალი. ამიტომ არ იჩქარო, მართლა გააგრო ეს გამოცდილება და ცოდნა და შემდეგ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. კიდევ ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი რჩევა, რაც შემიძლია მოგცეთ, არ აიღოთ საკუთარ თავზე ესეთი პასუხისმგებლობა, რაც არ შეგიძლიათ. აი სიტყვაზე რაღაც პრობლემა აქვს ჯანმრთელობის ადამიანს და არ იცი შენ, ესე ვთქვათ, როგორი ვარჯიშები უნდა შეუდგინო, ჯობია არ გააკეთო. გაუფრთხილდი საკუთარ რეპუტაციას და საბოლოო ჯამში შენი შემოსავალი ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ავიდეს 8-დან 10000-მდე. კარგ მწვრთნელს საქართველოში აქვს 8-დან 10000-მდე შემოსავალი. საქართველოსთვის ახლა რა ვიცი, ძალიან ნორმალური შემოსავალია. შენ თუ ცალკე კიდე აპლიკაციებს შექმნი, შენს მერჩს გამოუშვებ, ან შენ სამე დანამატების კომპანიას შექმნი შენი სახელით და ესეთი წარმატებული და ესეთი, ესე ვთქვათ, ცნობილი პიროვნება იქნები, ეს რა თქმა უნდა კიდე დამატებითი შემოსავალი. ყველაფერი შენს დამოკიდებული. ფიტნესის სფერო ასრულდება. შეგიძლიათ დაუსრულებლად ანვითარო და ანვითარო შენი თავი, შენს გარშემო მყოფი ადამიანები და ესე ვთქვათ, შენი შემოსავალი მუდმივად გაიზრდება. მაგრამ აუცილებლად პირველში გაუფრთხილდეთ საკუთარ რეპუტაციას. ყველაფერი ისწავლეთ კარგად და მოკლედ კი, იმედია საბოლოო ჯამში გავეცი უკვე ამ კითხვის პასუხი. ფიტნესით ძალიან კარგი თანხები იშოვება. ამიტომ ყველაფერია უბრალოდ სწავლაში. აი ეს ნაბიჯები გაითვალისწინეთ, დანარჩენს უბრალოდ, რასაც კი ნახავთ, შემდეგ გზაში შეგხვდებათ ყველაფერი. დანარჩენს უკვე გზაში ისწავლეთ. ამიტომ ეს პატარა ნიუანსები გაითვალისწინეთ. იმედია, მეტი აღარ გექნებათ მაგაზე, ფიტნესთან იშოვება თუ არა თანხა. ჩემ შემოსავალს რაც შეეხება, საკმაოდ ნორმალური შემოსავალი მაქვს, არ ვუჩივი არაფერს. ამიტომ ხო, აპლიკაციაზეც მუშაობ ახლა, რომელიც ძალიან მალე გამოვა, საუბრობთ მარტიდან. ამასაც აუცილებლად გაგაგებინებთ, სადაც ყოველთვიური განახლებები იქნება და არა ერთჯერადი სავარჯიშო პროგრამები. ყოველს წარმატებას გესურვებთ, იყავით დარწმუნებულები საკუთარ საქმეში და ყოველთვის დაფასდებით. მოიწონეთ ვიდეო, გარხი გამოიწერეთ, კიდევ მეტი საინტერესო ვიდეოებისთვის.